სამშვიდობის საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სამართალდამცველებმა ადგილზე აქციების 4 მონაწილე დააკავეს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იმ პლაკატებმა გამოიწვია, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებდნენ. ეს თემა მხოლოდ აქციებზე არ იყო აქტუალური. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პირველი განცხადება გაკეთდა სახალხო დამცველისგანაც. მან იმ საფრთხეზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა პატრიარქის მიმართვას მოჰყვეს. საშობაო ეპისტოლეზე კი დამატებითი განმარტებები დღეს თავად საპატრიარქოშიც გაკეთდა. ნათია მღებრიშვილი განაგრძობს თემას. ნათია გისმით. უკვე 2 დღეას პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით საზოგადოების თითქმის ყველა წრის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობაა. სწორედ ამ პოზიციებმა გამოიწვია დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზეც. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო აქცია საპატრიარქოსთან. საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებების გასაპროტესტებლად მისულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წევრები დაუპირისპირდნენ. მათ შორის იყვნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპატრიარქოსთან სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით და მოწოდებებით მივიდნენ. დაპირისპირებაც სწორედ პლაკატების დახევით დაიწყო. წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ამ დროისთვის სულ აქციის 4 მონაწილეა დაკავებული. რაში გამოიხატება? კითხოს გესულდა, ეხლა პასუხი გამცეთ რა. სამხორციელო და ისეთი გვინდოდა მშვიდობიანი აქციის გამართვა, ჩვენი პროტესტის გამოხატვა პატრიარქის ეპისტოლეს მიმართ, რომელიც სიზულს ქადაგებს ადამიანების მიმართ და შეუწყნარებლობას. მოვიტანეთ რამდენიმე პლაკატი, გვეჭირა ხელში და სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოგვიხიეს ეს პლაკატები, წაგვართვეს. ადამიანების ბავშვების სტიგმატიზაცია, მათი გამოცხადება, პრობლემატურებად განსხვავებულებად, ეს არის ბოროტება. შეხლა შემოხლა იყო და ვაშველებდით. მეტი არაფერი დააკავეს ვინც აშველებდა, ხო და არ ვიცი რა ქვია. შეურაცხყოფებს აკენებდნენ ეკლესიას და გამოიწვია ამან ხალხის უკმაყოფილება. ქართველები არასდროს არ აპატიებთ არავის პატრიარქის გინებას და ეკლესიის გინებას და ღმერთის მით უმეტეს. შენობის წინ მიმდინარე აქციას წერილობითი მიმართვით გამოეხმაურა საპატრიარქო, რომელშიც ძალადობას გაემიჯნა და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. კიდევ ერთი განცხადება საპატრიარქოში აქციის დაწყებამდე გაკეთდა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთეს. ნაწილი კი გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგად დედებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისაგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა ჭირდება. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან აღნიშნული შესახებ გააფრთხილონ მრევლი და საერთოდ საზოგადოება. საშობაო ეპისტოლეს ამ ნაწილზე დღეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმაც ისაუბრა. დავით სერგეენკო სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით პატრიარქის მოსაზრებებს არასწორ ინფორმაციას უკავშირებს და ამაში ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტებს ადანაშაულებს. ის ექსპერტები, ვინც აი ეს რეკომენდაცია, აი ეს ანალიზი მიაწოდა პატრიარქს, ალბათ ვალდებულები იყვენ უფრო ღრმად ჩაიხედათ საკითხში და უფრო ყოვლის მომსველი და დახვეწილი ანალიზი გაეკეთებიათ ასეთი ფაქიზი თემის. პრობლემატური ბავშვები ამ დეფინიციას მედიკოსებიც აპროტესტებენ. ექიმების განცხადებით ქვეყანაში უშვილობის მაღალი სტატისტიკის გამო
ხშირ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი სწორედ იმით, რომ განაყოფიერება და სუროგაცია სპეციალისტებმა დღეს განაყოფიერების პროცესიც განმარტეს. ძალიან გასაცნობებელი იყო ის, რაც ითქვა, იმდენად რამდენადაც სოფლიოში 5 მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული, 30 წელზე მეტია იმით, რომ განაყოფიერება არსებობს და ჩვენ მუშაობთ 13 წელია ამ მეთოდზე. მარტო სექტემბრიდან რო გითხრათ, ჩვენთან ალბათ 10-მდე მამაოა უკვე ნამყოფი, რომლებსაც შვილები გაუჩნდათ იმით, რომ განაყოფიერებით. ჩვენთან ძალიან ბევრი წვრილია ნამყოფი, რომლებიც სწორედ ილია მეორის ლოცვა კურთხებით მოვიდნენ ჩვენთან. ემბრიონები, რომლებიც ჯანსაღია, კარგად ვითარდებიან და ის არ მოხდა მისი გადატანა მესამე დღეს, თუ მეხუთე დღეს, თუ ის მიაღწევს თავის განვითარების კარგ სტადიას მეხუთე დღემდე, შესაძლებელი იქნება მისი გაყინვა და შენახვა შესაბამის ბანკში. შესაბამისად მისი გამოყენება ნებისმიერ დროს, მრავალი თვის თუ წლის შემდეგაც კი შესაძლებელია. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე გამოთქმულ მოსაზრებებს საფრთხის შემცველად მიიჩნევს ომბუდსმენი. უშან ანუაშვილმა საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატა. ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში პატრიარქის განსაკუთრებული გავლენის გამო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრება, რომ ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვები პრობლემატურნი იქნებიან, ასევე მოწოდება, რომ არ შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან ერთად პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში საზოგადოების განხილვის თემა აბორტებთან, უმცირესობებთან და ქალების უფლებებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებიც გახდა. საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს სუროგაციასთან ხელოვნურ განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით დღესაც მოყვა შეფასებები როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდანაც. ისინი ემიჯდებიან მსგავს რადიკალურ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. რელიგიურ ნიუანსებში ნამდვილად არ ვაპირებ ჩაღრმავებას. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანის უფლებებს, რაც მის დაბადებიდანვე მას გააჩნია და რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული საზოგადოების მხრიდან. სადია ეკლესიას, პატრიარქს აქვს თავისი შეხედულებები, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ კანონი, ეს არის უპირველეს ყოვლისა მრევლისადმი მიმართვა. შეიძლება რომელიც შეიძლება ქონდეთ ადამიანებს, რომელსაც თავისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, კვალიფიკაციის ფუნქცია განახორციელონ, მაქსიმალურად გათამაშებელია და შეუძლია. ტკივილი მიაყენეს იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე უფრო მეტად იციან შობის და ახალი სიცოცხლის გაჩენის ფასი. უცნაურია, როდესაც ტკივილი მათ მიიღეს იმისგან და იმ ადამიანისგან, რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ ამას. იმიტომ რომ განაყოფიერებაც ისევე როგორც სუროგატული დედაც არის მეცნიერების ის მიღწევები, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა ათასობით ბავშვს. საქართველოში არის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ამ გზით არის დაბადებული და ამ ოჯახებისათვის არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ მათ ყავთ თავიანთი საკუთარი შვილები. თუ გვინდა რომ უკვე ბავშვებსაც დაღი დავასვათ, ეს მიმაჩნია რომ არის გზა არსაით. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადებები პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოყვა, სადაც საუბარია სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებზე. მადლობა ნათია, ეს იყო ნათია მღებრი.